მოგესალმებით. ვიწყებთ SQL მონაცემთა ბაზების კურსის რიგით მეორე თავს, გადანომრით მეორე თავს, რიგით მესამე გამოდის, მაგრამ 012 ესე ვიწყებთ, ხო? მშვენიერი. და ამ თავში უნდა ვისწავლოთ, როგორ ხდება მონაცემთა ბაზების შექმნა. წინა თავებში ჩვენ დავაკვირდით თუ როგორ შეიძლება ვიმუშაოთ მაგალითად უკვე შექმნილ მონაცემთა ცხრილთან და მონაცემთა ბაზებთან. განსაკუთრებით მე-0 თავში ვისაუბრეთ იმაზე, რომ რეალურად ჩვენ შეგვიძლია არსებული ინფორმაცია რაღაცა ერთ ცხრილში გაერთიანებული ინფორმაცია წიგნების შესახებ მაგალითად ავიღოთ და დავამუშაოთ და ასე ვთქვათ მასზე რაღაცა სელექტები ვწეროთ, ხო? და ნახოთ რა ინფორმაცია ამ ჩვენს ცხრილში. შემდეგ უკვე მეორე თავში განვითარდა სიტუაცია და ვისწავლეთ, რომ შეიძლება ბევრი ცხრილი გქონდეს და აი ამ ბევრ ცხრილებს შორის იყოს რაღაცა კავშირები, რაღაცა relationship-ები დავარქვით, ანუ თითქოს ურთიერთობები შეიძლება არსებობდეს ამ ცხრილებს შორის, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ეს ჩვენი მონაცემთა სტრუქტურა ისეთი შევქმნათ, რომელიც რეალურ სამყაროსთან ახლოს იქნებოდა. შესაბამისად, აი ეს ყველაფერიც ვისწავლეთ და ახლა უკვე დადგა დრო, როდესაც ჩვენ ვნახოთ, როგორ იქმნება კონკრეტული მონაცემთა ცხრილები, როგორ იქმნება ზოგადად მონაცემთა ბაზების დიზაინი და ამას ძალიან საინტერესო მაგალითების გამოყენებით გავაკეთებთ. მაგრამ სანამ აი ამ ყველაფერზე გადავალთ, მოდით რამდენიმე საკითხი გავიხსენოთ წინა თავებიდან და ასევე ვნახოთ რეალურად რას გულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენს მიერ შექმნილი მონაცემთა ცხრილები შეგვიძლია გქონდეს ჩვენს მონაცემთა ბაზაში. მოდით შევხედოთ ისევ ჩვენს ტერმინალს, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ დავინახოთ რა ხდება ამ წუთას იმ მონაცემთა ბაზებში, რომლებსაც ჩვენ აქამდე ვიყენებდით ხოლმე. გაგახსენებთ, რომ კონკრეტულად რომელიმე მონაცემთა ბაზა რომ გახსნათ, დაგჭირდებათ SQLite 3 ბრძანება და შემდეგ მოდით ახლა გავხსნათ მე-0 თავის long list db, სადაც გახსოვთ ალბათ წიგნების შესახებ იყო საუბარი, ხო? ამიტომ src0 ფოლდერში მაქვს გადმოწერილი ეს ყველა ის მასალა, რაც მე-0 თავს ეხებოდა და შესაბამისად long list db გავხსნათ. შეგახსენებთ, რომ აქ რეალურად მხოლოდ ერთი ცხრილი იყო ამ ბაზაში და ამის ნახვა შეგვეძლო აი ასეთი ბრძანებით წერტილი tables. და როგორც ხედავთ, აი აქ ეს long list-ი გვაჩვენა. და ჩვენ თუ გვინდა რომ ვნახოთ რა ხდება ამ მონაცემთა ცხრილში და როგორია სტრუქტურა, მაგალითად შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ select მაგალითად author და title. ავტორი და წიგნის სათაური რომ ამოვიღოთ from long list. და ოკეი, ამოვიღებთ ყველა იმ წიგნს, რომელიც ამ ჩვენს მონაცემთა ცხრილშია, თავისი ავტორებითა და სათაურებით, ხო? მაგრამ თუ მინდა რომ უბრალოდ რაღაცნაირად აი შევიჭყიტო შიგნით, ანუ ბოლომდე კი არ ასე ვთქვათ, ყველაფერი კი არ ამოვპრინტო, არამედ უბრალოდ შევიჭყიტო შიგნით. მაშინ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? გავასუფთავებ ჩემ ტერმინალს Ctrl-L-ის გამოყენებით და ავკრებ select author title, მაგრამ ახლა ავკრებ ისევ long lists. იმიტომ რომ ერთი ცხრილი გვაქვს მხოლოდ. თუმცა იმის მაგივრად რომ აქ დავასრულო, გახსოვთ ალბათ რომ ლიმიტის გამოყენება შეგვიძლია და ამ შემთხვევაში უკვე მხოლოდ 5 ასე ვთქვათ ჩაანწერი ამოვიღეთ. ეს ყველაფერი გასაგებია, ჩვენ შეგვიძლია რომ გავიგოთ რომ აი ავტორი, ტაიტლი გვაქვს და ასე შემდეგ. ან შეგვეძლო ესეთ რაღაც გავაკეთებინა, რომ მაგალითად არ ჩამოგვეთვალა ცხრილის სვეტები და პირდაპირ ვარსკვლავი გაგვეშვა. აი ესე. select from და limit 5. და როგორც ხედავთ, აი ჩემი ეკრანი ამ წუთას არ იყო ეს სიგანეში დატეულიყო, მაგრამ ცოტა რომ დავაპატარავოთ, კიდე დავაპატარავოთ, აი ეხლა რეალურად არა კიდე დაგჭირდება ცოტა რომ რეალური ის გავიგოთ. აჰა, აი ესე. მშვენიერი, მოდით ცოტა გავასუფთავოთ და თავიდან გავუშვათ. მესმის რომ ხა ძალიან პატარა ასოებით ჩანს და შეიძლება თლად კარგად არ ჩანს ეკრანზე, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ გაჩვენოთ
სრული სურათი და მე ისევ გავადიდებ, გავუშვათ და აი ასეთი სიტუაცია, ანუ იმისთვის რომ ჩვენ ვნახოთ როგორი არის ჩვენი მონაცემთა ცხრილის სტრუქტურა, ამ შემთხვევაში რა ველები აქვს ჯამში ყველა ველი რომ ვნახოთ, ხო? გვაქვს რაღაც ISBN-ი, title-ი, ავტორი, translator-ი, ფორმატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ დაგვჭირდა რომ აი ასეთი query გაგვეკეთებინა, რომელიც ყველა სვეტს ამოგვიღებდა. მაგრამ როგორც ხედავთ, არც ისე მოსახერხებელია. თან ეხლა აქ კიდევ რაღაცა, ასე ვთქვათ, არ არის იმდენად ბევრი სვეტი, შეიძლება იყოს ძალიან გაცილებით მეტი სვეტი კონკრეტულ ცხრილში და ამ სვეტების შესახებ ინფორმაციის ასე მიღება არც ისე მოსახერხებელია, ხო? ამიტომ მოდი დავაბრუნოთ ეხლა ჩვენ აი ეს ჩვენი გავასუფთავოთ კონტროლით და დავაბრუნოთ ზომა ჩვენი ფონტის და მოდით ეხლა ვნახოთ ესეთი რამ. არსებობს როგორც წეღანამკვირვად წერტილი tables ბრძანება, ხო? და რომელიც გვაძლევს რა ცხრილებია ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ასევე არსებობს წერტილი schema. Schema სიტყვაც გვეუბნება რაღაცა სქემას ნიშნავს, რომელიც სინამდვილეში გვეუბნება სტრუქტურას, ამ კონკრეტული მონაცემთა ბაზის სტრუქტურას გვეუბნება როგორია. და თუ ამას გავუშვებთ, აღმოვაჩენთ, რომ რეალურად აი აქ გვაქვს აი ასეთი სიტუაცია, გვაქვს აი ასეთი უცნაური ბრძანება, create table if not exists. შექმენი ცხრილი თუ არ არსებობს. ანუ რეალურად ეს კონკრეტული ბრძანება გაეშვება იმ შემთხვევაში, თუ ცხრილის სახელად long list-ი არ არსებობს. თუ არსებობს, არაფერი არ მოხდება, მაგრამ თუ არ არსებობს მონაცემთა ცხრილში, მაშინ გაეშვება ეს ბრძანება, თუ ჩვენ ამას ავწერთ. ანუ როგორც ჩვენ აქ select-ებს ვწერთ, ზუსტად ესე შეგვიძლია create ბრძანებები დავწეროთ, create table if not exists და გავაგრძელოთ და აი ეს სინტაქსი გამოვიყენოთ. როდესაც მე წერტილის სქემას დავაჭირე, სინამდვილეში რაც ხნა ჩემმა SQLite მონაცემთა ბაზამ არის რომ მაჩვენა ის ბრძანება, აი ეს მთლიანად აი ეს ბრძანება. მაჩვენა, რომელიც გამოყენებული იყო კონკრეტულად აი ამ long list ცხრილის შესაქმნელად. და შესაბამისად მე შემიძლია ვნახო რეალურად არა მხოლოდ ის თუ რა ბრძანება გამოიყენეს შესაქმნელად, არამედ ამ ბრძანებაში შიგნით სტრუქტურა ჩანს. შემიძლია ვნახო კონკრეტულად იმ ცხრილის სტრუქტურა, რომელიც არის long list-ი, ხო? შესაბამისად ჩვენ აი აქ შეგვიძლია ვნახოთ, რომ აი ეს სათაურები ჩვენი სვეტების აგერ ჩამოთვლილია ყველა, მაგრამ სათაურების გარდა თუ დააკვირდებით, კიდევ დამატებითი ინფორმაციას შეიცავს ეს ჩვენი create table ბრძანება. და რა ინფორმაციაა ეს? აი ეს დამატებითი ინფორმაცია, ტიპი იმ მონაცემისა, რომელიც უნდა ჩაიწეროს კონკრეტულ ცხრილის კონკრეტულ სვეტში. ამ შემთხვევაში ISBN-ი, title-ი, ავტორი, translator-ი, ფორმატი, ესენი ყველანი text ტიპის არის. მაგრამ ნახეთ, pages არის უკვე integer ტიპის. ანუ integer ნიშნავს მთელ რიცხვს. და მთელი რიცხვის ტიპის არის pages, ანუ რაოდენობაა, გვერდების რაოდენობაა დათვლილი. აქ კიდევ year წელიწადიც არის integer-ი, ანუ მთელი რიცხვი. და კიდევ არის rating, რომელიც არის real, ნამდვილი რიცხვი. რა განსხვავებაა მთელსა და ნამდვილს შორის შეიძლება არ გახსოვთ სკოლიდან, მაგრამ გახსენებთ, რომ მთელი რიცხვები უბრალოდ მთელი რიცხვებია 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ, ხოლო ნამდვილი რიცხვს შეიძლება ჰქონდეს გარდა იმისა, რომ მთელი იყოს, ასევე ჰქონდეს წილადი ნაწილიც, რაღაცა 3.4, 4.7 და ასე შემდეგ. და გახსოვთ ალბათ, რომ რეიტინგში ნამდვილად ესეთი ჩანაწერები იყო, რომ წილადი ნაწილიც, მძიმის შემდეგ ნაწილიც ასევე ჰქონდა რეიტინგს და ამიტომ გჭირდება, რომ რეალი გამოვიყენოთ ეგეთ სიტუაციებში, ხო? მშვენიერი. ანუ რეალურად ჩვენ ახლა დავინახეთ, რომ არსებობს თურმე რაღაც ბრძანება create table if not exists, რომელსაც თუ გადავცემთ ჩვენთვის სასურველი ცხრილის სახელს და ესეთი ცხრილი თუ არ არსებობს ჯერჯერობით და შემდეგ შიგნით აი ამ ფრჩხილებში ჩამოვთვლით იმ სვეტებს, რომლებიც გვინდა რომ ჰქონდეს და სვეტებს მიუთითებთ თავიანთ ტიპებს, თუ რა ტიპის ინფორმაცია გვინდა ამ სვეტებში შევინახოთ, მაშინ შეგვეძლება რომ შევქმნათ ახალი მონაცემთა ცხრილი. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ არა მარტო ერთი ცხრილი, არამედ რამდენიმე ცხრილი გვაქვს ჩვენს მონაცემთა ბაზაში და გავიხსენოთ
პირველი კვირის ეს მენოლე კვირის სქემა, მოდი ხა ვნახოთ პირველი კვირის სქემა როგორ გამოიყურება. ისევ კონტროლით გავასუფთავებ. გამოვალ აქედან. აი ესე. და SQLite 3 ბრძანების გამოყენებით პირველი კვირის ფოლდერში არსებულ long list DB-ს გავხსნი. ეს მე მგონი აქედან ამოკოპირებული მაქვს. კი, აი აქეთ მაქვს გადმოტანილი. ამიტომ პირდაპირ შემიძლია ეს პირველი კვირის არა პირდაპირ long list DB მივუთითო. თქვენ დააკვირდით S1 და S1 ფოლდერები გაქვთ თუ არა და ხო არ გაქვთ აქეთ გადმოტანილი რაღაცები. მაგრამ ხო პირველი კვირის long list DB-ს ხსნი ახლა. გავუშვათ და ახლა მოდით ნახოთ ისევ ჯერ tables ბრძანება, წერტილი tables ბრძანება, რომელიც გვეუბნება თუ რა ასე ვთქვათ ცხრილები გვაქვს, მაგრამ ახლა წარმოგიდგენიათ ხო, რომ ახლა ჩვენ ვავდგეთ და select all from books და გავუშვათ და ისევ ის პრობლემა გვაქვს არ ეტევა, ოკეი, ისევ ეს დავაპატარავოთ, კაი, ძლივს ჩავატიეთ, მაგრამ მე ეს მხოლოდ ერთი ცხრილია და აგერ გვაქვს publishers ratings, translators, ანუ ყველასთვის ცალ-ცალკე მოკლედ ხვდებით ალბათ, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა გჭირდება აი ასეთი ფორმით, რომ გაარკვიო რეალურად რა ცხრილები გაქვს ჩვენს მონაცემთა ბაზაში და მით უმეტეს რა კავშირებია ამ ცხრილებს შორის და ასე შემდეგ. შესაბამისად, ისევ კონტროლერით გავასუფთავოთ, ისევ გავადიდოთ და მოდით ახლა გავაკეთოთ ესეთი რამ, რომ ისევ წერტილის სქემა ავკრიფოთ და ვნახოთ ახლა ამ მონაცემთა ბაზის სქემა როგორია. გავუშვათ და როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრია, თქვენ კი არა, მეც შეიძლება დამაბნიოს ამან და ნამდვილად არ იქნება, ასე ვთქვათ, ეს უცნაური, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც არის აქ ჩამოთვლილი, მაგრამ თუ დააკვირდებით, აქ ჩამოთვლილია უბრალოდ კონკრეტული ერთი ცხრილის შესაქმნელი, შემდეგ მეორე ცხრილის, შემდეგ მესამე ცხრილის და ანუ თუ დააკვირდებით, ამ ყველაფერს თავისი სტრუქტურა აქვს და სინამდვილეში აქ ერთი ბრძანება კი არ არის, ბრძანებების create ბრძანებების ერთობლიობაა თითოეული ცხრილისთვის ჩამოთვლილი და ყოველთვის შეგვიძლია ვნახოთ კონკრეტულად რომელი ცხრილი როგორ შეიქმნა თუ წერტილის სქემას გამოვიყენებთ და რეალურად აი ასე შევძლებთ მათ ნახვას. მაგრამ როგორც ხედავთ, ხო აქ ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოვიდა, ეს რაღაცა ერთი შეხედვით საკმაოდ ისეთია, პრობლემურია, ასე ხედვა მთელი ამ სქემის და ასე შემდეგ. ამიტომ თუ რა შეგვიძლია ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ გვინდა რომ მაგალითად მარტო ერთი ცხრილის სქემა გამოვიტანოთ ისეთ მონაცემთა ბაზაში, სადაც ბევრი ცხრილი გვაქვს, აი როგორც ეს არის, ხო? ამ შემთხვევაში ისევ Ctrl-L-ით გავასუფთავებ და შეგვიძლია ისევ ავკრიფოთ სქემა, ოღონდ ამ შემთხვევაში ვუთხრათ კონკრეტულად რომელი ცხრილის სქემა გვინდა. ამ შემთხვევაში მოდი books ცხრილი ვუთხრათ და ამ შემთხვევაში გვაქვს აი ზუსტად ის ერთი ცალი ცხრილი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ წიგნების შესახებ ინფორმაცია გქონდეს. აქ დააკვირდით, ისევ გვაქვს ეს ტიპები, სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ასევე გვაქვს აი აქ აი ასეთი ჩანაწერები primary key, foreign key, ამებზე ჩვენ primary key-ებზე და foreign key-ებზე ვისაუბრეთ, მთავარ გასაღებებზე და უცხო გასაღებებზე რაღაც დონეზე შევეხეთ. და აი აქ უბრალოდ ავწერთ, რომ რეალურად ეს მთავარი გასაღებიაო, ვეუბნებით, ID-აო, ანუ მივუთითებთ აი ამაზე და foreign key-ზე მივუთითებთ, რომ აი publisher ID არისო, foreign key-ო, აგერ publisher ID აი ეს არის. ანუ უცხო გასაღებია, სხვა ცხრილიდან წამოსული ინფორმაციაო, რომელიც references, რომელიც მიუთითებს, ანუ დაკავშირებულია publishers ცხრილში ID ველთანო. აი ეს წერია აქ, ხო? ამას მე ყველაფერს უფრო კარგად ასე ვთქვათ განვიხილავთ, მაგრამ ეხლა მთავარი რა არის, რომ რეალურად მთავარი არის, რომ ჩვენ ამ გაკვეთილის მთავარი ამოცანა იყო, რომ გაგვეგო როგორ შეიძლება კონკრეტული მონაცემთა ცხრილის, ან კონკრეტული მონაცემთა ბაზის სტრუქტურის გაგება და რადგან სტრუქტურის გაგებისას გვეუბნება თუ რა ბრძანებაა გამოყენებული ამ სტრუქტურის შესაქმნელად, შესაბამისად თქვენ თვითონაც უკვე შეგიძლიათ ექსპერიმენტოთ კონკრეტული რაღაცა ნებისმიერი სახელი მოიფიქრეთ ცხრილისთვის და რამეთი bitcamp ცხრილი შევქმნათ, თუ გინდათ შექმნით და create table if not exists ბრძანებას გავუშვებთ, შეგიძლიათ ჩაწერთ აქ bitcamps ბჭყალებში, აი ამ იმეებში რა ქვია
ფრჩხილებში ჩამოთვლით უკვე რეალურად რა, ასე ვთქვათ, ისინი გჭირდებათ, რა ველები გჭირდებათ და რა ტიპის უნდა იყოს ეს ველები და თუ რამდენიმე ცხრილს გააკეთებთ, მათ შორის კავშირების დადგენაც ესე შეგიძლიათ, მაგრამ ამ ყველაფერზე ჩვენ ნელ-ნელა უკვე ამ თავის განმავლობაში ძალიან ბევრ რაღაცას გაცილებით უფრო დეტალურად ვისწავლით და ძალიან მოკლედ საინტერესო თავი გველის შემდეგ გაკვეთილში ბოსტონის მეტროზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც 1800-იან წლებში ერთ-ერთი პირველი მეტრო იყო და ამერიკაში და საინტერესოა მოკლედ ბოსტონის მეტროს მაგალითზე, როგორი მონაცემთა ბაზა უნდა ავაწყოთ იმისთვის, რომ ჩვენთვის სასურველი, ასე ვთქვათ, შედეგები მივიღოთ, რომ ავსახოთ ბოსტონის მეტროში მგზავრების მოძრაობის, ასე ვთქვათ, პროცესი და რა მოდელი უნდა ქონდეს ამ სისტემას, რომ ასეთი, ასე ვთქვათ, პროცესი ასახვა შესაძლებელი იყოს. მშვენიერი ეს გაკვეთილი ამით რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულებულია. ძალიან მახარებს კიდევ ერთხელ გეტყვით კომენტარები, რომელსაც ამ ვიდეოების ქვეშ წერთ და ძალიან მადლიერი ვარ ამის გამო და რეალურად ყველა კომენტარი უფრო მეტ, ასე ვთქვათ, ძალას მაძლევს და თუ გსურთ რომ კიდევ უფრო დიდი ენერგიით და კიდევ უფრო დიდი შემართებით გავაგრძელოთ ეს საქმე, ჩემი მხრიდან მე გაკვეთილები მოვამზადო, თქვენ არ დაიშუროთ შეფასებები, კრიტიკაზეც არ ვარ უარს, პირიქით, გამომადგება ძალიან. მაშინ კომენტარებში გელოდებით და ლაიქეთ ვიდეო და გვისაბსკრაიბდით Bitcamp-ის არხზე და შევხვდებით შემდეგ გაკვეთილში.